კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ რადიო იმედის და ტელეიმედის პლატფორმებზე. ვფიქრობ საკმაოდ აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. ევროპის სიცხის ტალღა, ეს არის ის საკითხი, რომელიც ფაქტობრივად ბოლო კვირეებია არის შეფასების განსჯის საგანი. 2026 წელს ევროპა ერთდროულად რამდენიმე ძლიერი სიცხის ტალღას გადის, მხოლოდ ივნისში ტემპერატურა 41 გრადუსამდე ავიდა, მაისში კი დაფიქსირდა რეკორდები და ზოგ რეგიონში ტემპერატურა ნორმაზე 10 გრადუსით მაღალი იყო. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ ცხელი ზაფხული, ეს არის სისტემური კლიმატური მოვლენა. და მეცნიერებმა უკვე მისცეს ამას შეფასება. სიცხის ტალღები იწყება გაზაფხულში და გრძელდება შემოდგომამდე, ეს არის ახალი ნორმა. ამ თემაზე ვსაუბრობ ჩვენ სტუმართან ერთად, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგი თამარ პაპაშვილი შემოგვიერთა. მოგესალმებით ქალბატონო თამარ, მადლობა გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით თქვენ ბატონო დავით, მივესალმებით მაყურებელს. ქალბატონო თამარ, რასაც ვხედავთ ბოლო დღეების და კვირეების განმავლობაში, ერთგვარი განგაშის სიგნალია დანარჩენი, ასე ვთქვათ, სამყაროსთვის. ვხედავთ ტენდენციას, რომ ტემპერატურა ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, ზაფხულობით გარკვეულ ნორმას აჭარბებს. მოდით გვითხარით, ეს ტენდენცია როდიდან იწყება, რა ქვია მას, როგორ ფასდება პროფესიონალების მხრიდან და კონკრეტულად გარკვეულ ქვეყნებში, სადაც ეს მაღალი ტემპერატურა რით არის ის განპირობებული? დიახ, საკმაოდ საინტერესო და აქტუალური თემაა დღევანდელი დღისთვის, თუ განსაკუთრებით ეს ეხება, რა თქმა უნდა, ევროპის რეგიონს, ყურადღების ცენტრშია ნამდვილად, რაც შეეხება სიცხის ტალღებს, აი მთურ ტალღებს, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ატმოსფეროს ისეთი მდგომარეობა, როდესაც რამოდენიმე დღე 2-დან 3 დღიდან მიყოლებით 10 დღემდე, შეიძლება 2 კვირა და 1 თვე გაგრძელდეს, ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე შედარებით რამდენიმე გრადუსით მაღალია. ასეთი თბური ტალღები დამახასიათებელია რეგიონებისთვის მხოლოდ და მხოლოდ თბილ პერიოდში და თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, ეს არის გაზაფხული და შემოდგომა, ოღონდ ნაგულისხმები აქ მაისიდან სექტემბრის ჩათვლით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის რამოდენიმე დღე მიყოლებით ტემპერატურა ნორმაზე უფრო რამოდენიმე გრადუსით მაღალია. რაც შეეხება იმას, თუ რამ და როგორ გამოიწვია და რა იწვევს ზოგადად ამ თბურ ტალღებს, ეს არის ატმოსფეროში მიმდინარე ცირკულაციური პროცესები. როდესაც ყალიბდება მაღალი წნევის არე, მაღალი წნევის არე განაპირობებს დაღმავალ დენებს, ანუ იმ ფიზიკურ პროცესებთან არის დაკავშირებული, რაც წარმოიქმნება. და კონკრეტულად ევროპაზე ეს სითბოს, სიცხის გუმბათი ესეთი, ხო, წარმოიქმნა და ზუსტად გამოიწვია აზორის ანტიციკლონის გავრცელებამ ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, რამაც გამოიწვია აფრიკიდან, ანუ აფრიკა ესაზღვრება ევროპას, ეს არის საკმაოდ ცხელი და მშრალი ჰაერის მასები და აი ამ ცხელი და მშრალი ჰაერის მასების შემოდინება მოხდა ევროპაში, რამაც ძალიან ვრცელი ტერიტორია მოიცვა. აი ეს არის რამაც გამოიწვია ევროპაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ალბათ, რაც შეიძლება ახლა გვაღელვებდეს, არის ის, რამდენად შეიძლება ეს ტალღები გავრცელდეს ჩვენი ქვეყნისკენ, რადგან მოახლოებულია ფაქტობრივად პიკი ზაფხულის, წინ გვაქვს აგვისტოს თვე და ასევე სექტემბერი. მე თქვენი და თქვენი კოლეგებისგან ვიცი, რომ სექტემბერშიც გადაყვება, ასე ვთქვათ, ეს მაღალი ტემპერატურა. რა ტენდენცია იქნება, რა სურათი იქნება ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით რომ გითხრათ? დიახ, ზოგადად ახლა კლიმატურ სურათს შევხედოთ, რაც შეეხება თბურ ტალღებთან დაკავშირებით, მაგალითად, ხო, აი კლიმატურ ჭრილში ბოლო რამოდენიმე წელია შეიმჩნევა ესეთი ტენდენცია, რომ თბური ტალღები საქართველოში არა მარტო გახშირდა, არამედ გახანგრძლივდა კიდევაც, ხო? აი საუბარია აი ამ თბილ პერიოდზე. ეხლა რაც შეეხება მიმდინარე მდგომარეობას, ჯერჯერობით ჩვენ ასეთ მკვეთრ მომატებას ტემპერატურის არ ველოდებით. ანუ რაღაცა პერიოდი შეიძლება კიდევაც მოიმატოს ტემპერატურამ 35-37 გრადუსამდე, განსაკუთრებით ეს ეხება აღმოსავლეთ საქართველოს, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი, აი თითქმის ივლისის ბოლომდე, 20-მდე, შემდეგ კიდე 20-დან 27-მდე პერიოდში ცოტა მეტია უფრო ალბათობა ესეთი მაღალი ტემპერატურის. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეტნაკლებად უფრო შედარებით უფრო დაბალი წნევის არეში ვხვდებით ჩვენ, აქ უფრო მეტია ალბათობა არამდგრადი ამინდის პირობების, ანუ სიცხეს
თან ერთად და სითბოსთან ერთად რაღაცა გარკვეულწილად პერიოდულად ხდება მაინც ჩრდილოეთიდან შედარებით გრილი ჰაერის მასების შემოსვლა, რაც ძირითადად მთიან და მაღალმთიან რაიონებში, თუმცა არც დაბლობში და ბარშია გამორიცხული, გვექნება ესეთი ხანმოკლე ხასიათის წვიმები ელჭექით, მაგრამ ამას მოყვება ის, რომ ასეთი ცხელ პერიოდში მაღალი ტემპერატურების ფონზე შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება იწვევს უკვე არასასიამოვნო მოვლენებს, ისეთი როგორიც არის ქარის გაძლიერება, თქვათ ელჭექები, სეტყვა, რაც რა თქმა უნდა არ არის მაინც სასიამოვნო განსაკუთრებით ფერმერებისთვის. ესე იგი, როდესაც ატმოსფერული წნევა იცვლება, ხვდებით, რომ აქ ზუსტად ის ჭიდილია მაღალი წნევის და დაბალი წნევის. შესაბამისად, ის რომ ნორმაში მოვიდეს, ეს პროცესი თავისთავად ამინის გაუარესებას, ასე ვთქვათ, იწვევს და ხვდებით, რომ ის ქარიც და ის წვიმაც ზუსტად აი ამ წნევას არეგულირებს, ასე ვთქვათ, ცვლის, ხო, მაღლიდან დაბლა და პირიქით დაბლიდან მაღლა. რომ აგვიხსნათ, რამდენად შეიძლება ამ ვთქვათ პროგნოზის გამრცობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ, გასაგებია და ჩვენ ხვდებით, რომ ეს არის პროგნოზი, მაგრამ რამდენად რელევანტურია ის მოვიაზროთ როგორც მოცემულობა, ვთქვათ, თუნდაც ივლისის შუა და უკვე აგვისტოს პერიოდის განმავლობაში. იცი ძალიან რთულია ეხა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ჩვენ ძირითადად ვიყრდნობით სოფლიოს სხვადასხვა გრძელვადიანი კლიმატურ მოდელებს, ასეთ შეიძლება ვთქვათ, მაგრამ აი ბოლო პერიოდი და განსაკუთრებით აი ესეთი შეიძლება უკვე ვთქვათ თამამად ამის თაობაზე ესეთი კლიმატის ცვლილების ფონზე ასეთი გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით ისეთი რეგიონებისთვის, როგორიც საქართველო. აქ მე ვგულისხმობ უფრო მთიან რეგიონს, ვთქვათ, ხო? ვიდრე ვთქვათ რაღაცა სხვა ფაქტორებს. შესაბამისად, ეს გრძელვადიან ყველა იკავებს თავს იმაზე, რომ ვისაუბროთ, თუმცა რაღაცა გარკვეულწილად ტენდენციები ჩანს. ეხლა ამ წუთას რაც ჩანს, მსგავსი თბური ტალღები ასეთი მაღალი ტემპერატურებით, როგორიც იყო და არის დღესაც ევროპაში, ჯერჯერობით საქართველოში მოსალოდნელი არ არის 20-მდე. აი 20-დან 27 რიცხვამდე, აი ეს ივლისის ბოლოს უკვე. აქ უკვე შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ 27-28 გრადუს გადააჭარბებს ეს ტემპერატურა, თუმცა ამას ისევ კვლავ მოყვება შედარებით არამდგრადი პერიოდი, რაც შეამცირებს ასეთ გავლენას და აგვისტოში კვლავ ველოდებით მაღალი წნევის არის, მაგრამ როგორ იქნება და როგორ განვითარდება აგვისტოში, ამას უკვე დავაზუსტებთ. ქალბატონო თამარა, აი ძალიან მარტივად პოპულარულ ენაზე რომ აგვიხსნათ, ჩვენ ხვდებით, რომ ერთგვარი გუმბათია ევროპის თავზე, მაგრამ ეს ტემპერატურა, ეს ასე ვთქვათ, სიცხე თავისით ვერ ჩაქრება, ხომ და გადაიაროს. შეიძლება რომ ვთქვათ, ან რამდენად არის შესაძლებელი, რომ მან ისეთი მიმართულება მიიღოს, ასე ვთქვათ, რომ აი რაღაცნაირად აცდეს ჩვენს ქვეყანას, როგორ ხდება მისი, ასე ვთქვათ, ჩაცხრობა. დიახ, როგორ არის იცით, აი ეხლა რაც მოხდა მაგალითად, ხო, აი მისი დასაწყისში რაც ვითარდებოდა ევროპაში და როგორც განვითარდა, როგორც უკვე გითხარით, აფრიკიდან, აი ჩრდილოეთი ნაწილიდან, ეს საჰარას უდაბნოდან მშრალი ცხელი ჰაერის მასების შემოდინება იყო ევროპის ტერიტორიაზე და ზუსტად ეს ანტიციკლონი, ეს აზორის ანტიციკლონის გავლენა იყო, ხო? აი ეს მაღალი წნევის ეს გუმბათი გადაიხარა, მოიცვა ჯერ მთლიანად მთელი ევროპა და შემდეგ მიმართულება იყო ჩრდილო-აღმოსავლეთი. გახსოვთ ხომ ჯერ დასავლეთ ევროპაში იყო, მერე ცენტრალურ რაიონებში გადავიდა, მერე მოიცვა სამხრეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთი და ბალკანეთის ქვეყნები, მოიცვა ასევე საბერძნეთი და მერე უკვე შავი ზღვის გავლით გადაინაცვლა უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. მთელი ამ ხნის მანძილზე, სანამ ესეთი გუმბათი, ხო, გახსოვთ ალბათ კიდევაც რაღაც ესეთი ბერძნული ასო ომეგას შეადარეს, ხო, გახსოვთ ამაზე იყო საუბარი, ნამდვილად ესეთი ომეგას ფორმა მიიღო აი ამ ანტიციკლონმა და ამ შემთხვევაში მოხდა რამე, რომ ჩრდილოეთიდან, აი ამ ანტიციკლონის აღმოსავლეთ პერიფერიაზე ჩამოსრიალდა შედარებით უფრო ცივი მასები და
ჩვენთან პირიქით. იქ თუ თხემი იყო ევროპაზე, ჩვენთან იყო ხარი, შედარებით უფრო დაბალი წნევის არე, ჩრდილოეთიდან შემოდიოდა შედარებით უფრო ცივი ჰაერის მასები, რამაც ჩვენთან პირიქით გამოიწვია შედარებით დაბალი ტემპერატურები ნორმაზე და წვიმიანი ამინდები. აი მსგავსი სიტუაცია განვითარდა იქ, როგორ იქნება, რას გამოიწვევს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ესეთი ზუსტად ესეთი ანალოგი, ესეთი გუმბათი მაღალი წნევის არის კავკასიის ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში მოსალოდნელი ნამდვილად არ არის. თუმცა ივლისისთვის დამახასიათებელი სითბო, ცხელი ამინდები სამხრეთიდან ესეთი სითბოს შემოდინება, რაც ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორი არის ივლისში და აგვისტოში საქართველოში მაღალი ტემპერატურებისა, ეს რა თქმა უნდა ძალაში რჩება. მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ხანგრძლივი პერიოდი უნალექო და ძალიან ნორმაზე მაღალი ტემპერატურები გვექნება, ამაზე ჯერჯერობით არ არის, ამას არ ვფიქრობ. კეთილი, მადლობა ქალბატონ თამარ, წარმატებებს გისურვებთ. თამარ პაპაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ შევეხეთ ერთ-ერთ აქტუალურ თემას. ბოლო ინფორმაცია გვაქვს, რომ გერმანიაში 2026 წლის სიცხემ 5000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ასაკოვანი მოსახლეობა. სიცხის ტალღები იწყება, როგორც უკვე ვთქვი, მეცნიერების შეფასება ასეთი გაზაფხულში და გრძელდება შემოდგომაზე. ეს არის ახალი ნორმა და რაღაცნაირად გინდა არ გინდა გიწევს გადაეწყო და შეეგუო და მიიღო ეს ახალი ნორმა. ევროპაში ბოლო 50 წელში ტემპერატურა დაახლოებით 2 გრადუსით გაიზარდა, სიცხის ტალღები ხდება უფრო ხშირი, უფრო ხანგრძლივი, უფრო ინტენსიური. მადლობა დათმობილი დროისთვის, ჩვენ მოგაწოდეთ ეს ინფორმაცია, დარწმუნებული ვარ, რომ მას გამოიყენებთ და გეკმოთ შესაბამისად ივლისს და აგვისტოს.